მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ შეისწავლა ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ფასების ცვალებადობა და ამ ფასების ასახვა ქართულ საწვავის ბაზარზე და ახლა ცალსახად აცხადებს, რომ ქართულ საწვავის ბაზარზე ბოლო 1 წლის განმავლობაში ფასების ცვალებადობა არანაირ თანხმედრაში არ მოდის მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვალებადობასთან. მოგეხსენებათ 2014 წლის ივნისის თვეში ბარელი ნავთობის ფასი შეადგენდა $115. ხოლო ივლისის თვეში უკვე ნავთობმა დაიწყო ფასის შემცირება და დღემდე საგრძნობლად შემცირდა ფასი, კერძოდ კი ბარელი ნავთობის ფასი დღეის მდგომარეობით ჩამოსულია $48-ზე. მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ და მოპოვების გაზრდამ. ასევე აქვე დავამატებ იმას, რომ 2009 წლის შემდეგ ნავთობზე ეს არის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში არ გულისხმობ უშუალოდ $48, იმიტომ რომ ყოფილა $45-ზე ჩამოსული, ამ შემთხვევაში გულისხმობ რომ გლობალური კუთხით საერთოდ ვარდნას გულისხმობ, ეს ყველაზე მაღალი ვარდნაა. ანუ 2014 წლის ივლისის თვიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი შემცირდა 58%. ამის პარალელურად საქართველოს ბაზარზეც მოხდა, რასაკვირველია, ფასების ცვალებადობა რამდენჯერმე, უფრო ზუსტად რო ვთქვა, 9-ჯერ მოხდა ქართულ საწვავის ბაზარზე ფასის ცვალებადობა, მაგრამ საკითხავია და მეტად საგულისხმოა თუ რეალურად რამდენად შემცირდა და რეალურად როგორ შემცირდა მსოფლიო ბაზართან მიმართებაში ქართულ ბაზარზე საწვავი. როგორც აღნიშნე, 9-ჯერ შემცირდა ქართულ საწვავის ბაზარზე ფასები, მაგრამ ეს შემცირება იყო 15-18% სხვადასხვა ტიპის საწვავთან საშუალოდ 15-18%. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე, როგორც უკვე აღნიშნე, ფასების კლება იყო 58%. კი ბატონო, დავასრულებ და გიპასუხებთ, კარგით? თქვენ ყველას გაქვთ რელიზებში მითითებული თუ რეალურად ქართულ დღეის მდგომარეობით საქართველოში შემოტანილი 1 ლიტრის საწვავი რა უნდა ღირდეს, რომელიც თუ როგორც ხედავთ არ აღემატება 1 ლარსა და 7 თეთრს. ანუ და ზუსტად ამ დროს ქართულ საწვავის ბაზარზე იგივე ტიპის 1 ლიტრის საწვავის ფასი ღირს 79 თეთრის საშუალოდ. აქედან იკვეთება საკმაოდ მძიმე სურათი, გამოდის რომ ნავთობ იმპორტიორები და ქართული ნავთობ კომპანიები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი 72-76%-იანი მარჟით სარგებლობენ და მუშაობენ, პროცენტიანი კიდე თეთრიანი უკაცრავად. ეს ნამდვილად კოლოსალური მოგებაა. რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიო ბაზარს, ისევ მიუბრუნდები, მსოფლიო ბაზარზე მართალია ნიუ-იორკისა და ლონდონის ბოლო ვაჭრობიდან გამომდინარე ნავთობზე ფასის შემდეგ გაიზარდა $2, $2.4, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ნავთობის ფასის კიდევ უფრო გაუფასურებას, იმდენად რამდენადაც ნავთობზე მოთხოვნა ისევ შემცირებულია და თუ ნავთობის წარმოებელმა ქვეყნებმა არ შეამცირეს ნავთობის მოპოვება და აქვე გეტყვით იმათაც რომ მათ გააკეთეს განცხადება და ისინი არ აპირებენ ნავთობის შემცირებას, ეს გამოიწვევს ნავთობის ფასის კიდევ უფრო გაუფასურებას. და საუბრის დასასრულს აქვე პატარა ეკონომიკური განცხადებაც, ნავთობის ფასის გაუფასურება ყველა ნეგატიურად აისახა იმ ქვეყნებზე, რომლებიც მეტწილად და დიდწილად არიან დამოკიდებულნი ენერგორესურსების ექსპორტზე. უშუალოდ რაც შეეხება თქვენს კითხვას, მსოფლიო ბაზარზე, სხვადასხვა შორის არაბეთის პრინცმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი აღარასოდეს აღარავა $100-ზე. ეს სერიოზულ ეჭვს ბადებს იმისას, რომ მსოფლიო ბაზარზეც ხელოვნურად იყო გაზრდილი საწვავის ფასი. უშუალოდ რაც შეეხება ახლა ქართულ ბაზარს, არსებობს სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბაზარზე არის ოლიგოპოლიური და ბაზარზე აშკარად შეინიშნება ოლიგოპოლიური ნიშნები. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მოითხოვს კონკურენციის სააგენტომ გაასაჯაროოს ნავთობის ბაზრის შუალედური კვლევის ანგარიში და დააჩქაროს ნავთობის ბაზრის კვლევა და დადოს საბოლოო ანგარიში. ეს იყო თქვენ კითხვაზე პასუხი, იმის თქმა რაც მე მინდოდა, თუ კიდე გაქვთ კითხვები, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის კვლევა და შუალედური ანგარიში უკვე მომზადებულია, რომელიც არ გასაჯაროებულა ჯერჯერობით.
შეჯერობით შენერხუნებულია და შესაძლოა საქართველოშიც მივიღოთ სასურველი შეჯერება. მოგახსენებთ, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ყოველდღე არ აქვეყნებენ ამას, რაც შეეხება ფასების შემცირებას, ამაზე უკვე მოგახსენებთ, რომ ფასები დღე 2014 წლის ივლისის თვიდან დღემდე შემცირებულია 9-ჯერ, მაგრამ ეს არ არის იმ შემცირებების ადეკვატური, რა შემცირებებიც იყო მსოფლიო ბაზარზე. მსოფლიო ბაზარზე ნავთობი დღემდე 2014 წლის ივლისიდან დღემდე შემცირებულია 58%-ით, ქართულ ბაზარზე შემცირებულია 15-18%-ით. მე მგონი საკმაოდ ესეთი განსხვავებაა. ქართულ ბაზარზე ნავთობის ფასი იყო დაბალი, ვიდრე სანამ წლებას დაიწყებდა და სანამ ინვესტიცია წავიდა, დაბალი ვიდრე ევროპიდან დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა ჩვენთან იყიდებოდა უხარისხო ბენზინი და ლიტრებში აკლებდნენ ხოლმე მყიდველებს. ახლა კი ეს ასე ვთქვათ ორმოიქცება, შემოდის უფრო ხარისხიანი საწვავი, ლიტრებს აღარ აკლებენ და ამის ხარჯზეა რომ ისე მკვეთრად აღიზარდება ფასი, როგორც საზღვარგარეთ, აი ეს მოსაზრება. მე არ ვიცი ეს რომელმა ექსპერტმა გააკეთა ესეთი ამდაგვარი განცხადება, მაგრამ იმაში პირველ რიგში იმაში ვერ დაგეთანხმებით ვერც თქვენ და ვერც ვერავის, რომ როდესაც ქართულ ბაზარზე, როდესაც ამ პერიოდში ქართულ ბაზარზე როდისმე მსოფლიოსთან შედარებით ქართულ ბაზარზე საწვავი ღირდა ნაკლები, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე და ეს რეალურად ვერც მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მომპოვებელი ქვეყანა, ჩვენ პირდაპირ პროპორციულად ვართ დამოკიდებული მსოფლიო პლაცზე და რა ფასში შეიძენენ, იმ ფასში უნდა მოხდეს თვითღირებულებას ნაკლებ ფასში, ხო, ერთ-ერთი კომპანია ზარალზე ხო არ იმუშავებს რეალურად და ვფიქრეთ არც ერთი კომპანია. აქედან ცოტა უსაფუძვლოდ მეჩვენება მსგავსი განცხადება მე პირადად და ნუ რაც შეეხება ორმოსამოსებას, ეს ჩემი აზრით უბრალოდ აბსურდია, იქნა გამომდინარე, რომ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე კლების ტენდენციაა, შენ ერთი წლის განმავლობაში ვერანაირი მარაგი ვერ გექნება ისეთი, რომ ეს მარაგი ვერ ასე ვთქვათ დაცალო და ახალი, როდესაც უფრო დაბალ ფასში ვყიდულობ ნავთობს, აქ რაზეა საუბარი საერთოდ? პრემიერმა დაავალა კონკურენციის სააგენტოს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეწია ეს ინფორმაცია, თუმცა რამდენიმე კვირა გავიდა. კონკურენციის სააგენტომ შუალედური დასკვნა მოამზადა და წარუდგინა პრემიერს, მაგრამ ეს შუალედური დასკვნა არ გასაჯაროებულა, ამაზე ცნობა არ აქვს, არც არასამთავრობო ორგანიზაციას, არც ჟურნალისტებს არ აქვთ ამაზე ცნობა, რადგანაც არ გასაჯაროებულა. ჩვენ სწორედ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მოვითხოვთ, რომ მოხდეს ამ დასკვნის გასაჯაროება და ასევე დაჩქარდეს ნავთობის ბაზრის კვლევა, რათა დაიდოს საბოლოო დასკვნა. ანუ დასკვნა ზოგადად გამოთხოვა, როდესაც დასკვნა არ გასაჯაროებულა, ანუ ამაზე გამოთხოვა არ არის, ჩვენ აქ საუბარი არის ზოგადად დასკვნის გასაჯაროებაზე. ეს მომზადებული იყო ეს დასკვნა უშუალოდ მთავრობისთვის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისთვის. ჩვენ ვითხოვთ ამ დასკვნის გასაჯაროებას, რათა ნებისმიერ მსურველს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლოს ამისი უპრობლემოდ მოძიება და ნახვა, ასე ვთქვათ.